ლიდერბეთ, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. მარხვის პერიოდში მორწმუნეთა უმრავლესობა საკვებად თევზს აქტიურად იყენებს. ფასების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ერთ-ერთი თევზის სახეობა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შედარებით ხელმისაწვდომი ფასით სარგებლობს, პანგასიუსია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ამ თევზის ჭამა ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთოდ აკრძალულია. საქმე იმაშია, რომ პანგასიუსის ფილე გაჟღენთილია უამრავი ქიმიკატებითა და ბაქტერიებით, ვინაიდან მისი გამრავლება ხდება ვიეტნამში, მდინარე მეკონგში, რომელიც ყველაზე ბინძურ მდინარედ ითვლება მსოფლიოში. უფრო კონკრეტულად კი სწორედ ამ მდინარეში გაედინება ფეკალური მასები სხვადასხვა ქარხნებიდან. მეტიც, როდესაც თევზს შესანახად ყინავენ, სწორედ ამ მდინარის წყალს იყენებენ. ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად მწარმოებლები ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ. მკვლევარებმა კი წერილობით დაადასტურეს, რომ პანგასიუსი იწვევს სისხლის სხვადასხვა დაავადებას და ღვიძლის დაშლასაც კი. იმის გამო, რომ ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პანგასიუსის გაყიდვა უკვე დიდი ხანია აკრძალულია, მწარმოებლები მას სხვა სახეობის თევზს შიურევენ და კრაბის ჩხირებად ასაღებენ. ორგანიზაციები კი, რომლებიც ბაზარზე ხარისხის კონტროლს, მონიტორინგს უწევენ, მოსახლეობას მკაცრად უკრძალავენ პანგასიუსის მიღებას. თბილისში კი თევზის ეს სახეობა ბაზარზე საკმაოდ აქტიურად იყიდება. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.